მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ფაქტიურად ვიდეო გაგრძელება იმ მარტივი ელექტროტესტების, რაზეც იმ ვიდეოში მქონდა საუბარი რა, 12 წესის შესახებ, რომელიც ასე ვთქვათ, შევეცადე რომ ჩამომეყალიბებინა იმისათვის, რომ თქვენ იცოდეთ რაღაც წესები, რომელიც დაგიცავთ იმისგან, რომ არ გადაწვათ კომპიუტერი, მანქანის კომპიუტერი. ანუ მარტივ ელექტროტესტებში ჩვენ მარტივი ტესტები გავაკეთეთ და ეხლა ეს ტესტები მინდა რომ გავამყარო წესებით რა, ესე ვთქვათ. როგორც გითხარით იმ ვიდეოში 12 წესი გავაკეთე, მე მგონი რომ ორ ვიდეოთ მომიწევს ამის გაყოფაც ასევე, რადგან ძალიან გრძელი რო არ გამომივიდეს და პირველ ვიდეოში ვისაუბრებ 6 წესის შესახებ, რომელიც ასე ვთქვათ ჩამოვაყალიბე რა. წესი ნომერი 1. წესი ნომერი 1 არის ესეთი: დახურულ წრედში ECU-სთან აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს რეზისტორი. ანუ ECU-სთან არის კომპიუტერი, ხო? ანუ როდესაც შეიქმნება დახურული წრედი და ნუ რაზე მაქვს საუბარი, რომ კარგად შეგექმნა წარმოდგენა, აი დახურულ წრედში გულისხმობ, აი ამას რო დააკვირდეთ, ეს არის თქვათ აკუმულატორი, აქედან მოდის სადენი, ცველი, ნატურა და შესაბამისად აი აქ გვაქვს ჩამრთველი და როდესაც აი ეს ჩამრთველი შეერთდება, აქა ჩაირთვება, შესაბამისად იქნება დახურული წრედი, ხო? ანუ წესი ნომერი 1-ის მიხედვით, ნებისმიერ დახურულ წრედში აუცილებლად უნდა არსებობდეს აი რაღაცა, რომელიც ამ ელექტრონების მოძრაობას შეამცირებს რა. ანუ ელექტრონების მოძრაობას შეამცირებს იმის ხარჯზე, რომ ნატურა აინთება. ანუ დაიხარჯება ის ენერგია, რომელიც ელექტრონების მოძრაობის დროს მოძრაობას თან ახლავს რა. ანუ აქედან გამომდინარე, თუ ანუ ესე ვთქვათ, აქსიომა უნდა იყოს ეგ, რომ წრედში აუცილებლად უნდა არსებობდეს დატვირთვა. აი ნატურის სახით, რეზისტორი ნატურის სახით. ეხლა რა ტიპის შეცდომა შეიძლება მოგვივიდეს აი ასეთ დროს, ხო? აი შეიძლება მოგვივიდეს ესეთი შეცდომა, რომ ვთქვათ, აი აქედან, აი ამ ნატურის ავლით პირდაპირ გავაკეთოთ შეერთება აი აქ რა. ან მულტიმეტრით, ან მავთულის საშუალებით, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ესე იგი აქ დატვირთვის გარეშე აი აქ ანუ ელექტრონები ყოველთვის ცდილობენ რომ რაც შეიძლება ადვილი გზით წავიდნენ დატვირთვის გარეშე და შესაბამისად აი აქ რო წამოვლენ ეს ელექტრონები აი აქეთ ნატურისკენ აღარ წავლენ წამოწევენ და აი ესე გაივლიან და დიდი ალბათობით აი ამ მცველს გადაწვავენ. ანუ ყველაზე სუსტ ადგილს სადაც ნახავენ აი იქ გაწყდება რა, იქ გადაიწვევა. სუსტი ადგილი უმეტეს შემთხვევაში არის მანქანის კომპიუტერი. ნუ ამ შემთხვევაში, ანუ ესე იგი დახურული წრედი, როდესაც იქნება, წესის მიხედვით აუცილებლად უნდა არსებობდეს ლოუდი, ეგრეთ წოდებული, რეზისტორი, ეგრეთ წოდებული. ახლა განვიხილოთ თქვათ ესეთი მარტივი სიტუაცია, რომ თქვათ აი ნატურას აკონტროლებს ECU რა, კომპიუტერი. კომპიუტერი ანუ ჩართვა გამორთვას, აი ამ ნატურის ჩართვა გამორთვას აკონტროლებს, ხო? თუ ჩვენ ესე იგი აქ მულტიმეტრი გვექნება, რომელიც არის ამპერზე გადართული, ანუ როგორც იცით, ამპერზე მულტიმეტრი არის იგივე ჩვეულებრივი მავთული, 10 ამპერიანი მავთულია, რომ ერთი ბოლოდან მეორე ბოლოსზე რო წინაღობის გარეშე ატარებს დენს რა. ანუ თუ და თქვათ ესეთ სიტუაცია, რომ აი გონია, რომ აი ეს პლუსი აი აქ რაც მოდის, ვოლტიჯი რაც მოდის, აქა მინუსი, აქა პლუსი. ხო, აქ პლუსი რაც მოდის, აი ამ მავთულს აქვს პრობლემა და გვინდა რომ გავტესტოთ და უცებ დაგვრჩა ჩვენი მულტიმეტრი ამპერის მდგომარეობაში, ხო? ანუ რას ვაკეთებთ? როგორ უნდა გუშინ როგორც გავაკეთეთ, ხო? როგორ უნდა გავტესტოთ? აი აქ მოდის თუ არა პლუსი, ხო? ანუ ერთი სადენი დავადოთ აი ამას და მეორე სადენი თქვა დავადოთ აკუმულატორის მინუსს. და თუ აი აქ ვოლტიჯი აინთება, მაგ შემთხვევაში აი აქ თუ ვოლტიჯი დაეწერა, მაგ შემთხვევაში ვნახულობთ, რომ აი ამ სადენის მდგომარეობა კარგია, თუ არა, მაშინ შესაბამისად ცუდია, მაგრამ თუ ეს ამპერის მდგომარეობაში გვაქვს დატოვებული მულტიმეტრი, ხო, ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ, ანუ აი ამ შემთხვევაში აი ეს მულტიმეტრი არის რეზისტორი რა და ამ შემთხვევაში ამპერის მდგომარეობაში მულტიმეტრის რეზისტორობა აღარ არსებობს რა, ჩვეულებრივი მავთულია და აქედან გამომდინარე ელექტრონები პირდაპირ აი აქედან წამოვლენ, გაივლიან ამ მულტიმეტრს, წამოვლენ და აი აქ კომპიუტერში, აი ამ ნაწილს მანქანის კომპიუტერში გადაწვავენ რა. და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ წრედში ახლა რაც შეიკრა, ესე იგი რეზისტორი არ არსებობს და რადგან არ არსებობს, საფრთხე არის იმის, რომ გადაწვათ კომპიუტერი.
ასევე ვთქვათ, განვიხილოთ კიდე ერთი შემთხვევა, რა შეცდომა შეიძლება მოგვივიდეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. აუცილებელია რომ ვიცოდეთ წრედი რამდენ ვოლტიჟზე მუშაობს კონკრეტული სენსორი, თუნდაც რამდენ ვოლტიჟზე მუშაობს. რა ვთქვათ, ავიღოთ ახლა ესე იგივე სიტუაცია და ვთქვათ ეს ნატურა არის 5 ვოლტიანი ნატურა რა და ჩვენ აი აქ ეს სადენი დაზიანებულია და გვინდა რომ აი ამას მივაწოდოთ პლუსი რა, ანუ დენის წყარო მივაწოდოთ რომ გავტესტოთ რომ ეს ნატურა აინთება თუ არა და დავასკვნათ რომ აი ეს მავთული ნამდვილად გამოსულია მწყობრიდან. ამ შემთხვევაში თუ აკუმულატორიდან წამოვიღებთ პირდაპირ 12 ვოლტს და შევაერთებთ აქ, ანუ ეს 12 ვოლტი 5 ვოლტიან ნატურას იმდენ წინაღობას ვერ გაუწევს და შესაბამისად კომპიუტერის აი ამ ჩამრთველს, რომელიც კომპიუტერი რაღაც სენსორებს კომპიუტერი ჩართვა-გამორთვას არეგულირებს, ხო? და აი ამ ჩართვა-გამორთვის სენსორს დაგიზიანებს, სენსორს კი არა და ჩამრთველს დააზიანებს და შესაბამისად დიდი ალბათობით აი ეს 12 ვოლტიანი 5 ვოლტიანი 12 ვოლტიან იმდენ წინაღობას ვერ გაუწევს, რომ აი ეს გადაარჩინოს და დიდი ალბათობით კომპიუტერს დააზიანებს და ამასაც უნდა მიაქციოთ ასევე ყურადღება. ანუ უნდა ისწავლოთ აი ეს წრედი და კონკრეტულად სენსორი იქნება თუ ნატურა იქნება, რამდენ ვოლტს მოიხმარს და შესაბამისად იმაზე მეტი არ უნდა მიაწოდოთ, რომელიც იმ სენსორებს, რომელიც კომპიუტერიდან კონტროლდება რა. ანუ ასე ვთქვათ, მოკლე ის რომ გავაკეთოთ, ჩამონათვალი მინდა გავაკეთოთ, რა არის რეზისტორების ჩამონათვალი და გამტარები, ხო? ანუ გამტარები არის ყოველთვის საშიში, ანუ მულტიმეტრი ამპერის მდგომარეობაში არის ჩვეულებრივი გამტარი. ჩამრთველები ჩვეულებრივი გამტარებია, მაგას წინაღობა არ აქვს. დამცველები ჩვეულებრივად გამტარებია, არც მაგას არ აქვს წინაღობა. ტრანზისტორები გამტარებია წინაღობის გარეშე. ხოლო რეზისტორები და ანუ ისეთი რაღაცები, რომელსაც წინაღობა გააჩნია და რომელიც არის უსაფრთხო, არის სოლენოიდები, რომელიც მანქანაში ძალიან ბევრია, ნატურები, მულტიმეტრიც, რა თქმა უნდა, არის რეზისტორი, რომელსაც ძალიან დიდი წინაღობა აქვს და ძალიან ეს არის დაცულია, დაცული ხართ მულტიმეტრის გამოყენებით DC mode-ში, DC-ზე რო გაქვთ გადართული და რა მიწერია აქ და მოტორები, ხო, ანუ მცირე ზომის მოტორები, რომელიც არის რა, ასევე ისიც ელექტროენერგიას მოიხმარ, შესაბამისად ელექტრონების მოძრაობას ანელებს, ელექტრონები მოძრაობს 300,000 კილომეტრი/წამის სიჩქარით, სინათლის სიჩქარით მოძრაობს და აი ამ სისწრაფეს ანელებს იმის ხარჯზე, რომ ენერგია სართმევს მას და ენერგიას გამოიმუშავებს რა და შესაბამისად აღარ არის უკვე ის ასე ვთქვათ საშიში იმისთვის რომ რაღაცა დავაზიანოთ რა. აი ფაქტურად ეგ არის წესი, ანუ წესი ნომერი პირველის მიხედვით ECU-ში აუცილებლად უნდა დახურულ წრეში ECU-სთან აუცილებლად უნდა არსებობდეს წინაღობა. წესი ნომერი მეორე, მულტიმეტრის DC ვოლტის პოზიციაში გამოყენება არის 100% უსაფრთხო. ანუ რაც ვთქვით, ხო, აი მულტიმეტრი რო ავიღოთ, მულტიმეტრის DC ვოლტში რო გადავიყვანთ, აი ამ მდგომარეობაში, ფაქტიურად აი ამას აქვს რამდენიმე მილიონი ომი წინაღობა აქვს და შესაბამისად ამის გამოყენება ამ პოზიციაში, როდესაც აი ეს პინებით შესაბამისად სწორად არის შეერთებული, არის უსაფრთხო. მაგრამ თუ ეს გაქვს ვოლტის მდგომარეობაში და ეს პინი არის ამპერის მდგომარეობაში, კიდევ ერთხელ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს ჩვეულებრივად, აი რაზეც არ უნდა დააყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში, ეს იგივეა, რაც აი ესეთი მავთული რა. ანუ ეგეთი მავთული, რომელიც ჩვეულებრივ წინაღობის გარეშე ატარებს დენს. ანუ წესი ნომერი 2-ის მიხედვით მულტიმეტრი DC ვოლტში პოზიციაში არის უსაფრთხო. მან ყურადღება კიდე რაც მინდა რომ გითხრათ, რასაც მინდა ყურადღება რომ მიაქციოთ არის ის, რომ აი როდესაც კონკრეტულად რაღაცას ამოწმებთ, ხო, პინებით როცა ამოწმებს, არის ხშირად რომ ჩამრთველს აქვს ძალიან ახლოს პინები ერთმანეთთან და შეიძლება შემოწმების დროს აი ეს პინები ერთმანეთს მიედოს რა. აი ესე მიედოს. ანუ ამ მიდების დროს ფაქტიურად თქვენ იგივე მავთვა მიუხედავად იმისა, რომ მულტიმეტრი სწორად არის ჩართული და DC ვოლტზეა და შესაბამისად უსაფრთხოა, აი ეს თუ ერთმანეთს მიედება შემოწმების დროს, მაინც იქვე იქნება ფაქტიურად მოკლე ჩართვა და ფაქტიურად იგივეთნაირად შეიძლება გადაწვათ მანქანის კომპიუტერი და ამიტომ ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ აი ეს ისე ფრთხილად დაპინოთ იქ, რომ ერთმანეთს ეს ორი არ მიედოს. აი ეს ერთადერთი უნდა გაითვალისწინოთ
წესი ნომერი 2-ის დროს. წესი ნომერი 3-ის მიხედვით მულტიმეტრის უწყვეტობის პოზიციაში გამოყენება არის თითქმის ყოველთვის უსაფრთხო რა. ანუ კიდევ ერთხელ ჩვენ გუშინ გავაკეთეთ უწყვეტობის ტესტები იმ ვიდეოში, მარტივი ელექტროტესტების ვიდეოში და ნახეთ რომ მავთული შეგვიძლია ჩვეულებრივად აი ეს გადავიყვანოთ უწყვეტობის ტესტზე, ანუ აი ნახეთ, აი უწყვეტობის ტესტი, ეს არის უწყვეტობის ტესტი და ამ მდგომარეობაში, როდესაც ერთი პინი მეორეს მიედება, ან რაღაც მავთულს რო გავტესტავთ, ერთ დავადებთ ერთ პინს და მეორეს მეორე პინს, უნდა მოგცეს ხმა, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ რაღაც რაოდენობის ესე იგი currents, ანუ იგივე dens, ამ მცირე რაოდენობის, ძალიან მცირე რაოდენობის, აი მილიამპერის ოდენობის იმას რა ქვია, currents ატარებს მავთულში და შესაბამისად ხვდება, რომ ეს მავთული არ არის გაწყვეტილი რა, სიგნალს და შესაბამისად სიგნალს გაძლევს რა. ნუ აქაც ერთი სიფრთხილე არის საჭირო რომ გამოიყენოთ, თუმცა არ მგონია რომ მსგავსი მოკლე ტიპის მსგავსი სუსტი დამცველი არსებობდეს იმაში რა ქვია მანქანაში, აი ვთქვათ ეგეთი რაღაცა რო იყოს რა, რომ ვთქვათ კონკრეტულად არის რაღაცა კონკრეტულად დამცველი ავიღოთ, აი ესეთი და აი ამის წინაღობა არის ვთქვათ 1 მილიამპერი რა, ამის წინაღობა და ვთქვათ თქვენ შეავერთეთ აქ მულტიმეტრი იმაში რა ქვია continue უწყვეტობის ტესტი გინდათ რომ გააკეთოთ რა. ხო და აი აქ და ანუ აი აქ უწყვეტობის წესის დროს ვთქვათ ეს რადგან გითხარით რომ რაღაც რაოდენობის ამპერას უშვებს, ვთქვათ უშვებს 10 მილიამპერის რაოდენობის ელექტრონებს, ხო? ხო და შესაბამისად აი აქ რადგან ამის წინაღობა არის 1 მილიამპერი, ეს 10 ჯერ მეტი გამოდის და შესაბამისად დიდი ალბათობით გადაიწვება. თუმცა ეგეთი პრაქტიკაში მე მგონი რომ არ არსებობს რა, აი ძალიან თეორიული თემაა და ამიტომ არ შეგეშინდეთ. ანუ continuity ტესტი, უწყვეტობის ტესტი იმით არის კიდე უსაფრთხო, ჩვეულებრივ ამ დროს თქვენ გამოერთებული გაქვთ, ხო, ანუ ორი რაღაცას ამოწმებთ, რომელიც წრედში არ არის, წრედიდან გამოსულია, ხო, ანუ თქვათ რაღაც მონაკვეთს ამოწმებთ, ან რაღაც კომპონენტს ამოწმებთ ისე, რომელიც წრედში არ არის ჩართული, ხო, ანუ უნდა გამორთოთ წრედიდან. და შესაბამისად ეს კიდე უზრუნველყოფს იმას, რომ უსაფრთხო არის აი ეს continuity ტესტი. წესი ნომერი 4-ის მიხედვით, ესე იგი LED ტესტერის გამოყენება არის თითქმის ყოველთვის უსაფრთხო რა. LED ტესტერი ჩვენ გუშინ ნახეთ აი იმ ვიდეოს ელექტროტესტების ვიდეოს ბოლო ნაწილში ვნახეთ, რომ LED ტესტერი, როდესაც შევაერთე ნატურა ფაქტიურად არაინთო, მაგრამ კონდენსირებული ინკონდენსიტ ტესტერი, როდესაც შევაერთე ნატურა აინთო. ხო, ანუ LED ტესტერი ფაქტიურად ისევე როგორც continuity შემთხვევაში, აი ძალიან მინიმალურ ამპერას ატარებს, რომელიც ფაქტიურად არაფერს ზიანს არ მიაყენებს და აი ეს LED ტესტერი, რომელზეც გუშინ მქონდა საუბარი, ფაქტიურად არის 100% უსაფრთხო რა. ფაქტიურად 100% უსაფრთხოა. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით incandescent ტესტერთან დაკავშირებით, incandescent ტესტერი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით. ეს არის წესი ნომერი 5. incandescent ტესტერი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით, იმიტომ რომ რაღაც რაოდენობის currents ის ასე ვთქვათ, მაინც გამოსცემს, ანუ ტესტერი იგივე რეზისტორია ფაქტიურად, აი იმას რა ქვია, სადენზე მიერთებული რეზისტორი რა, რომელიც რაღაცა რაოდენობის დენს ადაბლებს. LED ძალიან ადაბლებს და მინიმალურს გასცემს, ხოლო incandescent ტესტერი უფრო ნაკლებად, უფრო შედარებით უფრო ნაკლებად ადაბლებს და უფრო მეტს გამოსცემს რა, მეტ ამპერას გამოსცემს და აი ვთქვათ თუ ამოწმებთ, აი ვთქვათ შეიძლება იყოს ეგეთი სიტუაცია, რომ აი სვიჩი გაქვთ რა, ანუ რაღაცა შესაერთებელი გამოაერთეთ, სენსორიდან გამოაერთეთ შესაერთებელი, რომელიც მოდის ECU-დან რა, კომპიუტერიდან და ესე იგი ანახულობთ ესეთ რაღაცას, რომ ვთქვათ გინდათ, რომ აი ეს დაადევით პლუსზე, ერთი მხარე ტესტერის დაადევით
პლუსზე და გინდათ მინუსი ნახოთ, ხო? ან პირიქით მინუსზე დაადევი და გინდა პლუსი ნახოთ, ხო? ანუ ეს ერთი მხარე მინუსზე გაქვთ და ეძებთ აქ პლუს, ხო? რომ დაადევით ერთი შეიძლება არ აინთო, მეორეზე აინთო, მაგრამ შეიძლება მე აღარ აინთოს. იმიტომ რომ ამან იმდენი რაოდენობის current მიაწოდა ამ switch-ს კი არა და ამ შტეკერს რა, რომელიც სენსორს უერთდება. რომ კომპიუტერიდან რომელიც ანუ აი ეს შტეკერი ხო ეს კომპიუტერიდან მოდის მანქანის კომპიუტერიდან ხო და იქ საიდანაც მოდის ამან იმდენი current მიაწოდა რომ იქ გადაწვა რა მანქანის კომპიუტერში და შესაბამისად შეიძლება პრობლემა შეგვექნას რაც LED-ის შემთხვევაში ნაკლებად შესაძლებელია ამიტომ აუცილებელია რომ აი ამას როდესაც გამოიყენებთ აუცილებელია რომ იცოდეთ რა რეზისტანსი მოდის, რა რეზისტანსის ატანა შეუძლია მანქანის კომპიუტერს რა 5 ვოლტიან ანუ ეს ინკონდენსატ ტესტერი ძალიან კარგი არის თქვათ 5 ვოლტიანი სენსორების გასატესტად რაზეც შემდეგ წესში გვექნება საუბარი იმიტომ რომ თქვათ გვინდა რომ 12 ვოლტი დავადაბლოთ და ვნახოთ რომ ნატურა ნამდვილად მუშაობს თუ არა ხო 12 ვოლტი რო შევაერთო ნატურას გადამიწვევს ან კომპიუტერს გადამიწვევს მაგრამ 5 ვოლტი რო 5 ვოლტზე რო დავიყვანო პირობითად ხო შესაბამისად ვიყენებ აი ამ ტესტერს რომელსაც გააჩნია იმდენი დენის წყარო რომ იქ იმ ნატურას მიაწოდო შესაბამისი ელექტროენერგია რომ აანთოს რა და მე წესი ნომერი 6 ფაქტიურად არის ის რომ მულტიმეტრი ამპერის პოზიციაში უნდა გამოვიყენოთ ძალიან ყურადღებით. აი წესი ნომერი 6 რო გამოჩნდეს უკეთესად ამპერის მდგომარეობაში უნდა გამოვიყენოთ ძალიან ყურადღებით. ამაზე რამ ბევრჯერ ვისაუბრეთ და კიდე ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ეს არის ფაქტიურად ჩვეულებრივი მავთული, აი ესეთი მავთული არის და პირდაპირ შეიძლება მოკლე ჩართვა გამოიწვიოთ თუ დაგრჩებათ ან არასწორად შეაერთებთ ამპერის მდგომარეობაში მულტიმეტრს წრედში. ანუ წრედში ყოველთვის უნდა შეაერთოთ თანმიმდევრობით რა. ანუ ანუ ისე რომ აუცილებლად იმ წრედში ესე იგი დატვირთვა აუცილებლად დატვირთვა ანუ რეზისტორი აუცილებლად არსებობდეს რა. რეზისტორის გავლით თუ შეაერთებთ, ანუ რეზისტორი თუ გამოირიცხება, აუცილებლად გადაწვავთ ან მანქანის კომპიუტერს ან ყველაზე კარგ შემთხვევაში დამცველს. ეგ იყო სულ 6 წესი, რაზეც მინდოდა რომ ესაუბრა და მეორე 6 წესს შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოში. მადლობთ.